რომ კონსტანტინე გამოსახულდა სასიყვარულო ცხოვრების ისტორია. ვის მუზღა მწერალმა ეს ლექსი. ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას. თუ არ შეგებრალები და მის ხოვდების სხვას. მივაწოვებ გაზაფხულზე თესლსა და ხნას. ქედავლახავ ადიდებული ჭოროხსა და მტკვარს. ცეცხლს გავატან შენ სამყუროს შენ სიყვარულ ქარს. დამოიკლავ მოღალატებ მაგნაფერებ ქმარს. ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას. ეს ლექსი კონსტანტინე მე-20 საუკუნის 30-იან წლებში თბილისის მშვენებას თინათინ ჯიქიას მიუძღვნა. ისე საინტერესო ქალის პასუხი კონსტანტინესადმი მიწერდა. ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სუზი ცოლი ვარ კვლავ. ისევ შორიდან მერიცლიცები, ისევ შორიდან მკლავ. ოხრა ტყუილა და იქადმია მე ვგიკლავო ქმარს. შენი სიტყვები, შენი მუქარა გახვა შარშალელ ქარს. სხვისი ვარ ისევ, ჩემი თითების სხვისთვის გაიშლის მას. სხვის წისქვილს ვასხამ სრემლიან პეშებს სუზის სახნისით ხნავ. ისევ ცისფერი დამაქვს თვალები, სუზი ცოლი ვარ კვლავ. ხოვდა მივიწყო აღარ გამოდი შენი არ ყოფნა მკლავს. ზოგი წერს რომ კონსტანტინემ ეს ლექსი მელია ჯაფარიძეს მიიღო. პასუხი ვართა დარასელიას დედას ეკუთვნის. რატო ლუჩვაშვილს? რამდენად მართალი არ არის, მაგრამ ლამაზი ისტორია. ეს არის ყოველდღიური ლექსი, ეს არის ნაზი აღსარება სიყვარულის, რომელიც დაფუძნებულია სულიერ ნათელზე და ადამიანის ნათელზე. ისე კი მწერალს პირველი სიყვარული გერმანიაში მოსწავლობდა იქ წვევი, მაგრამ ამ გერმანელი ქალიშვილის სახელი მკაფიოდ არ შემონახულა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დახვეწდა ნინო ანდრონიკაშვილს. ნინო განათლებული, დახვეწილი ქალი იყო. მან წერილი შემოქმედებით ცხოვრებაში თაგვანდა სიმშვიდე დააწყო. მათ ერთად გადაიტანეს მძიმე ეპოქის ყველა გამოშვა, მათ შორის რეპრესიების წლებისას. კონსტანტინეს სიყვარული იყო არა მხოლოდ ნება, არამედ მიზანი და მსხვერპლი. სიყვარული არის მარადისობის ჟღერადობა ადამიანის გულში. ყველა დაწერა მწერალი.